პირადი ფინანსების მენეჯმენტი 360 გრადუსი, ასე ქვია ფინანსისტისა და ფინანსური კონსულტანტის სალომე ახვლედიანის საავტორო კურსს, რომელიც ამ ეტაპზე წარმოადგენს საქართველოში პირველ სრულყოფილ კურსს პირადი ფინანსების მართვისა და ფინანსური წიგნიერების მიმართულებით. კურსი ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს შეისწავლონ პირადი ბიუჯეტის მიზნობრივად დაგეგმვა და მართვა, ისევე როგორც დაზოგვის სტრატეგიები, ასევე გაიუმჯობესონ ფინანსური მდგომარეობა და მიაღწიონ გრძელვადიან ფინანსურ მიზნებსა და სტაბილურობას. ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია იმ მიმართულებების, რასაც ეს კურსი ფარავს და აერთიანებს, ისევე როგორც მისი შემქმნელის პირადი საქმიანი პორტფელი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი ერთდროულად არის CFO მრავალწლიანი გამოცდილებით, ისევე როგორც ფინანსური მენეჯერი, ფინანსური ანალიტიკოსი და ასევე ლექტორი. სალომე ახვლედიანი პროფესიულ მიღწევებსა და მის მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებზე კიდევ უფრო მეტ ახლა თავად მოგვიყვება. სალომე, გამარჯობა. მადლობა ძალიან დიდი თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის და მე მახსოვს, როდესაც პირადი ფინანსების კურსი 360 გრადუსი იქოქებოდა და პირველ ნაბიჯებს დგამდა, მაშინ იყავით ჩვენთან და ჯერ კიდევ საუბრობდით გეგმებზე, ამოცანებზე, რაც ამ კურსის ფარგლებში გინდოდათ, რომ მიგეღწიათ, გადაგეჭრათ და ასე ვთქვათ, გაგევრცელებინათ, აგემაღლებინათ ეს წიგნიერების, ფინანსური წიგნიერების დონე საქართველოში და ასე ვთქვათ, ცნობიერება ამ მიმართულებით. დღეს მაინტერესებს უკვე დაახლოებით 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რა შედეგებია, პირველი ეტაპიც როგორ დაიხურა და რამდენად ასე ვთქვათ, ფართო საზოგადოებრივი სპექტრი დაფარა ამ კურსმა. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. საკმაოდ წარმატებით შეიძლება ითქვას დასრულდა კურსი და მხოლოდ ეს კურსი არა, კურსის გეთ ამასთანავე დაინტერესება იყო როგორც კერძო სექტორისგან, ასევე ასოციაციებისგან, რამაც ჩემთვისაც რეალურად მოულოდნელი იყო, ვინაიდან შეიძლება ითქვას დაახლოებით 500-ზე მეტი ადამიანი მოიცვა კურსმა, აქ გულისხმობ ვებინარების მიმართულებით, ასევე ვორქშოპის მიმართულებით, ასევე ტრენინგის მიმართულებით. უშუალოდ კურსს რაც შეეხება პირადი ფინანსების მენეჯმენტის 360 გრადუსით, რაც გასულ წელს დავაანონსეთ და გაზაფხულის პერიოდში მიმდინარეობდა, მან იყო მონაწილეები შეზღუდული რაოდენობით, რა თქმა უნდა, ვინაიდან თან ახდა პროცესს შემდეგ ინდივიდუალური შეხვედრები და ეს რა თქმა უნდა გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული. ძალიან საინტერესო აქცენტები გამოიკვეთა კურსის ფარგლებში, ისეთი, რომელიც კურსში არ იყო გათვალისწინებული და აქვე დავაანონსებ, რომ კურსს მომავალი წლიდან დაემატება ფსიქოლოგიური მიმართულება, ვინაიდან გაცილებით მზარდი იყო დაინტერესება ფსიქოლოგიის მიმართულებით და ამასთანავე ფსიქოლოგია და ინვესტიციები იყო ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი კურსის ფარგლებში. ინვესტიციების ნაწილს სრულად მე დავფარავ, დაემატება, მაგალითად დაინტერესება არის ამ პერიოდში საქართველოში არის ობლიგაციები, შეიძლება ითქვას ბუმი და ინტერესი წამოვიდა ინდივიდებისგან, როგორ შეიძლება ჩაერთონ ამ პროცესში, შეიძინონ ობლიგაციები, თქვა სხვადასხვა ორგანიზაციებიდან. ამ საკითხებსაც დაფარავს კურსი და პლუს ემატება ფსიქოლოგიური მიმართულება, მე ფსიქოლოგი არ ვარ პროფესიით, შესაბამისად მეყოლება ამ საკითხში პროფესიონალი, ყველასთვის ცნობილი, ჯერჯერობით არ გავაჟღერებ, მოლაპარაკების პროცესში ვართ და გაზაფხულზე უკვე ფსიქოლოგიური მიმართულებაც დაემატება, რაც მოიცავს უკვე ისეთ საკითხებს, რომელიც მომდინარეობს ფსიქოლოგიური გარემოებებიდან, ხო, შეიძლება იყოს წასული პერიოდის გამოცდილებები, გარკვეული ტრიგერები, რაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გვიშლის ხელს და ის საკითხები, რაც ფულთან დაკავშირებული და ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების ქცევაში და დამოკიდებულებაში გადატანაში დაეხმარება. რა საჭიროება დაინახეთ ფინანსებთან ფსიქოლოგის კორელაციის, სალომე, ესეც საინტერესო არის და ანუ ამით შეგვიძლია ისიც ვივარაუდოთ, რომ ცნობიერების მიღმა ქვეცნობიერ, ასე ვთქვათ, მზაობასაც მოითხოვს, რომ სწორად განკარგოთ და დავამენეჯმენტოთ ჩვენი ფინანსები. დიახ, კურსის დასრულების შემდეგ რამდენიმე თვის შემდეგ იყო განმეორებითი შეხვედრა და მოდიოდა ესეთი უკავშირი ინდივიდები ასახელებდნენ, კი ვისწავლეთ, ვიცით სტრატეგიები დანაზოგის შექმნის, მაგალითად ვიცით, რომ ბიუჯეტირებისთვის და მოვემზადოთ, ვიცით, როგორ განსაზღვროთ ბიუჯეტი, თუმცა ეს ვეღარ გადაგვაქვს უკვე ყოველდღიურობაში, ქცევაში გადატანა არის რთული. მაგალითად, გამოიკვეთა პროცესში, რომ ფულთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულებები იყო ძალიან ხშირი. შეიძლება ითქვას, ვისთანაც შეხება მქონდა კურსის ფარგლებში 60%
10% ინდივიდებში მოდიოდა ესეთი უკავშირი მაგალითად როდესაც ფულს ვინახავ მგონია რაღაც ცუდი უნდა მოხდეს ესეთი უკავშირი მაგალითად ის ვისაც მდიდარი აქვს შემდეგ ფუჭდება და რაღაც ესეთი უარყოფითი ფული ხელის ჭუჭყია ეს ალბათ სტიგმები არის რომელიც მკვიდრდება სამწუხაროდ ჩვენ სოციუმში უფრო სწორად დიდი ხნის წინ დამკვიდრდა და ჯერჯერობით ვერ აღმოიფხვრა სათანადოდ. დიახ და ამ ნაწილში უკვე აი ეს ფსიქოლოგიური ასპექტები რაც ფულის ფსიქოლოგიას უკავშირდება და უკავშირდება იმ საკითხს საიდან მომდინარეობს ინდივიდში რატომ არის ეს საკითხები ესე გამჯდარი ჩვენს ცნობიერში ამ ქვეცნობიერში უფრო სწორად ამ საკითხებზე იმუშავებს უკვე ფსიქოლოგი და ეს იქნება თითქმის ყველა მიმართულებაზე მათ შორის ბიუჯეტირებაზე დანაზოგის მიმართულებებზე ყოველ ნაწილში იქნება ჩართული რა კუთხით შეიძლება რომ დავინახოთ ეს ასპექტი ფსიქოლოგიურად რომ ქცევაში და დამოკიდებულებაში გადავიტანოთ ის რასაც მე ტექნიკურად გავუზიარებ და ვასწავლი მსმენელებს. კი ბატონო, ინვესტიციების ნაწილზეც გადავიდეთ. პრინციპში საქართველოშიც უკვე გამოჩნდა არაერთი პლატფორმა, ხელსაწყო ქართული ბანკები აქტიურობენ ამ მიმართულებით და უკვე მობაილ ბანკის მეშვეობითაც არის ინვესტირება შესაძლებელი, მათ შორის მსხვილ კომპანიებში ჩვენი წილის შეძენა შეგვიძლია. ამ თვალსაზრისით, აი ამ ასე ვთქვათ, აჩქარებულ რეალობაში, ამ შესაძლებლობების ეპოქაში რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, ასე ვთქვათ, ჯერ ინვესტირების მნიშვნელობა და შემდეგ უკვე გქონდეს წვდომა კაპიტალის გლობალურ ბაზარზე. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ პროცესში პირველი, ეს არის ცოდნა, როგორ შეიძლება ტექნიკურად შევიძინოთ გარკვეული კომპანიის აქციები, ხო? თუ ობლიგაციები, ამას უკვე გარკვეული სტანდარტები არსებობს, რომლიც უკვე ხო, რამდენად რისკიანი არის თითეული ორგანიზაცია, რომელშიც გვინდა ინვესტირება განახორციელოთ. აი ამ ყველა სტრატეგიას, მაგალითად, რას უნდა რომელ KPI-ებს უნდა მიექცეს ყურადღება, როგორ განისაზღვროს ესა თუ ის კომპანია ჩვენ სურს ინვესტიცია განახორციელოთ მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი გათვლები გვაქვს და ასე შემდეგ ბევრ სხვადასხვა სტრატეგიას განვიხილავთ პროცესში გარდა ამისა აღმოჩნდა ჩემი ტრენინგების და სწავლების პროცესში რომ ტექნიკური გამოყენება არის საკმაოდ დიდი პრობლემაც და შეიძლება თამამად ვთქვა რომ 80%-მა მსმენელების უკვე ტექნიკურად ცალსახად იციან როგორ გამოიყენონ როგორ შეიძინონ და მინიმალური ცოდნა უკვე აქვთ ამ კუთხით როგორ გადადგან პირველი ნაბიჯები. თუმცა ობლიგაციების მიმართულება, რაც ეხლა უკვე ახალი თემაა საქართველოსთვის და ობლიგაციების შეძენა თვითონ ქართული კომპანიების ობლიგაციების, ეს პირველად ემატება კურსში და უკვე გაზაფხულიდან ამ საკითხებს ვისაუბრებთ და დავფარებთ. აი ამ კურსის ფარგლებში თუ გამოიკვეთა ინტერესი, ასე ვთქვათ, დამსწრე აუდიტორიის მხრიდან, რომ მათ ჰქონდათ სურვილი ინვესტირება განახორციელებინათ, იქნება ეს აქციებში თუ ბონდებში. დიახ, კურსის მონაწილეები თვითონ პირადი ფინანსების მენეჯმენტის 360 გრადუსით ყველა მონაწილემ გადაიწყო გატესტვა 100%-ით შემიძლია თამამად თქვა ეს რომ გატესტვა დაიწყო და პერიოდულად მიგზავნიან ხოლმე სკრინს, ასევე მათ მონახას, რომელი აქცია გაიზარდა, რომელი დაიწყო ჩემზე მეტად შეიძლება თქვა ჩართულები არიან ამ პროცესში, რომ თვალს ადევნებენ და ეს უკვე წიგნიერების საკითხი არის ინვესტირების ცოდნა, მათ უკვე მიიღეს საკმაოდ ისეთ დონეზე რომ შეუძლიათ პრაქტიკაშიც გადაიტანონ და ყოველდღიურობაში გარკვეულ ჩვევებშიც გადაიტანონ ეს გლობალური ბაზრის ცოდნაც და გლობალურ ბაზარს ადევნებენ თვალს და ზოგადად რა ტენდენციები არის სოფლიო ბაზარზე ამითაც დაინტერესებული არიან შესაბამისად იქიდან გამომდინარე სხვადასხვა ტენდენციები უკვე განაპირობებს აქციის ფასი აიწევს თუ როგორი ტენდენცია გვექნება ამის სათანადოდ შესწავლასაც უზრუნველყოფთ აი იმ კომპანიის თავს რა ხდება აი მაგალითად იმ გარემოში სადაც ის ოპერირებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიახ, რომელ ქვეყანაში ფუნქციონირებს კომპანია, როგორი არის ეკონომიკური გარემო, რისი შესწავლა უნდა მოხდეს, როგორი სიტუაციები უნდა განვიხილოთ თითეული ქვეყნის შემთხვევაში, რა არის ის ორგანიზაციის მთავარი KPI-ები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ პროცესში, ამ ყველა საკითხს ფარავთ ერთი სალექციო დროს სრულად ეთმობა და გარდა ამისა, როცა უკვე ინდივიდუალური შეხვედრები არის, აქ ინდივიდზე მორგებული
სტრატეგიის შემუშავება ხდება იმის მიხედვით, ვის ვთქვათ, რა მიმართულებით აქვს მეტი ინტერესი, შესაძლოა რაღაც მეტად ტექნოლოგიური მიმართულებით იყოს დაინტერესებული და 80% ამ მიმართულებით არის დაინტერესებული, ვინაიდან ხელოვნური ინტელექტის ბუმია მსოფლიოში და უფრო მეტად ორიენტირს ამ მიმართულებით იღებენ ინდივიდებიც, რაც პოპულარულია ბაზარზე. კი ბატონო, კიდევ რა მიმართულებებს ფარავს ეს კურსი და ასევე ვისაუბროთ ასე ვთქვათ ტექნიკურ დეტალებზე, რაც ახლა ვინც გვისმენს და სურვილი აქვს რომ შემოგიერთნენ, იქნება საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მათთვის. რა პერიოდულობით ტარდება, როგორ შეგვიძლია მონაწილეობა, ჩართვა, რამდენად ჩვენ გვაქვს არჩევანის თავისუფლება, ასე ვთქვათ კურსების შერჩევის ნაწილში? კურსი მოიცავს უკვე ფსიქოლოგიის შემდეგ უკვე ფსიქოლოგიაც დაემატება 15-მდე თემაზე ავა უკვე და დაიწყება გაზაფხულიდან. ჯერჯერობით ზუსტად თარიღს მოგვიანებით დაავანონსებთ, როცა უკვე ყველაფერი შეთანხმებული იქნება. ინფორმაცია დაიდება ჩემს LinkedIn გვერდზეც, Facebook გვერდზეც და ნებისმიერ დაინტერესებულ ინდივიდს შეიძლება დარეგისტრირება, თუმცა შემდეგ უკვე ინდივიდუალური გასაუბრება შედგება. გასაუბრების მიზანი ერთადერთი არის ის, რომ თანხwebdriverში იყოს ის, რაც მე უნდა გაუზიარო და მსმენელს და რაც სურს, რომ მან მიიღოს, მხოლოდ ეს არის მიზანი გასაუბრების და შემდეგ უკვე მიმდინარეობს დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გრძელდება. 2 თვის დასრულების შემდეგ 3 თვის შემდეგ გვაქვს განმეორებითი შეხვედრა, უკვე როგორ გამოიყენეს პრაქტიკაში და როცა უკვე მომდევნო წლის ბიუჯეტირება იწყება, ახლა მიმდინარეობს ინდივიდუალური შეხვედრები იმისთვის, რომ დაიგეგმოს 2026 წლის ბიუჯეტი და ამით შემდეგ უკვე სრულდება ერთი კურსის სამუშაო პროცესი. და შემდეგ უკვე მეორის მხრივ როდის დადებთ ნელ-ნელა თქვენს LinkedIn-ზეც, აი ამ იანვრის ბოლოდან უკვე დაიწყება გააზიარდება დეტალური ინფორმაცია, ანონსიც იანვრის ბოლოს გვექნება და თარიღიც მითითებული იქნება დეტალურად, როდიდან მანამდე არის ცოტა ისეთი პერიოდი და ამიტომ იანვრის ბოლოს ვირჩევთ დასაწყებად. პირველი ეტაპი რამდენმა გაიარა დაახლოებით? 10 მონაწილეა, მაქსიმალური არის 10 მონაწილე და 10 მონაწილე არის სრულად შეივსო. კი ბატონო. სალომე, გადავიდეთ ასევე კიდევ ერთ თემაზე, რომელიც თქვენს პორტფელში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა მდგრადობის თემას გულისხმობდა. მდგრადობის საერთაშორისო ფორუმი, რომელიც პირველად ჩატარდა ჩვენთან, დასაბამი მიეცა ინვაიროსის ეგიდით, ასე ვთქვათ, თქვენი აქტიური ჩართვით თანამონაწილეობით და მდგრადობის მეცნიერების აკადემიის. ხო, მოგვიყევით, როგორ დასრულდა, რა შედეგებით, რა მონაგარით დახურეთ პირველი, ასე ვთქვათ, წარდგენითი პლატფორმა. საერთაშორისო ფორუმი მდგრადობაზე, რომელიც 19 ნოემბერს გაიმართა თბილისში, ეს ფორუმი ჩატარდა Invirus Advisor-თან პარტნიორობით, ადგილობრივი პარტნიორი იყო მდგრადობის მეცნიერების აკადემია და ასევე საბანკო ასოციაციასთან პარტნიორობით, სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო სამ მიმართულებაზე, ეს იყო განათლების როლი მდგრადობის საკითხებში, საკონსულტაციო მიმართულებების როლი მდგრადობის საკითხებში და ასოციაციების როლი. აქტიური მთელი დღის განმავლობაში აქტიური პროცესი მიმდინარეობდა, იყო B2B შეხვედრები და საერთაშორისო ორგანიზაცია Invirosme, რომელიც არის მდგრადობის მიმართულებით ერთ-ერთი ძლიერი საკონსულტაციო კომპანია ევროპაში, მათი თავიანთი გამოცდილებები გააზიარეს და საკმაოდ შთამბეჭდავი ღონისძიება გამოვიდა. საქართველოდან ვინ იყვნენ ჩართულები და რამდენად მოიცვა, ასე ვთქვათ, ბიზნესი მრავალ პროფილურობის მიხედვით და ინდუსტრიულად ფორუმზე ესწრებოდა ყველა ინდუსტრიის წარმომადგენელი, სადღაც შეგვიძლია ვთქვათ 100-ზე მეტი დამსწრე ყავდა ფორუმის განმავლობაში და ძირითადად მოწვეული სპიკერები ყავდა, წარმოადგენდნენ განათლების მიმართულებით, ყავდა ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში, ასევე დეველორი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული თავად მდგრადობის საკითხების ინტეგრირებაში სასწავლო პროცესში, ამასთანავე მდგრადობის მეცნიერების აკადემია თავისთავად თავიანთი ხედვები, თავიანთი კურსები წარმოადგინა და ასევე ასოციაციები ყავდა აქტიურად ჩართული და ყავდა დიდი აქტიურობა იყო საკონსულტაციო მიმართულებითაც. და ასევე ისეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც იყვნენ წარმოდგენილები, საკმაოდ მსხვილები, მაგალითად IFC-დან ყავდა, რომელიც რა გამოთქვეს, ასე ვთქვათ, რა შთაბეჭდილებებით დატოვეს ეს ღონისძიება და რამდენად გაჩნდა
შესაძლოა არა კონკრეტული, ასე ვთქვათ, პროექტები და ხელშეკრულებები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ინიციატივები, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები, სხვადასხვა აქტივობები საქართველოში გაგრძელდეს და გააღრმავონ მათ, ასე ვთქვათ, ჩვენ ქვეყანაში ინტეგრაცია. გადაწყვეტილება მიღებულია ის, რომ ფორუმი, მდგრადობის საერთაშორისო ფორუმი გაგრძელდება, რა თქმა უნდა 2026 წელსაც დაიწყო დაგეგმვის პროცესი მალევე დაიწყება 2026 წლის ფორუმის და ეს იქნება განგრძობითი და არაერთჯერადი ხასიათის. დაინტერესება ძალიან მაღალი იყო ფორუმის განმავლობაშიც და ფორუმის შემდეგ. მოგეხსენებათ, რომ მდგრადობის მიმართულებით გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხები, ასევე ენერგო აუდიტის მიმართულებით ენერგოეფექტურობის საკითხები, შენობების სერტიფიცირების და უკვე საქართველოში აქტიური ხდება, აქტუალური ხდება ჩვენს ბაზარზე და დაინტერესება ინვაიროსის საკონსულტაციო მიმართულებაზე საკმაოდ დიდი არის და ვფიქრობთ, კი საკმაოდ წარმატებით იოპერირებენ ქართულ ბაზარზეც ამის იმედი გვაქვს. აი ახლა თქვენ გისმენთ და ალბათ ძალიან ბევრი ადამიანს გაუჩნდება კითხვა, როდესაც ფინანსისტის სტატუსით ხართ ჩვენთან და სრულად და ბოლომდე თქვენი კარიერული გზა, პროფესიული ცხოვრება და გამოცდილება და ცოდნა მიმართული არის ამ სფეროსკენ, რა კავშირი შეიძლება გქონდეთ მდგრადობასთან და მოდი ესეც აუხსნათ დღევანდელ რეალობაში რა მნიშვნელობა არის და რა ძალა აქვს აი ამ კორელაციას ფინანსებსა და მდგრადობაში. მადლობა, ძალიან კარგი კითხვა არის, ხშირად აღნიშნულ კითხვას. პირდაპირი კორელაცია არის, შემიძლია ვთქვა, სტრატეგიულ ფინანსურ გადაწყვეტილებებში უმნიშვნელოვანესი არის მდგრადობის საკითხები. და უმნიშვნელოვანესი არის ყველა მიმართულება, როგორც სოციალური მიმართულება, ასევე გარემოს დაცვის მიმართულება, ასევე მმართველობითი მიმართულება, ხო? კვლევები აჩვენებს ცალსახად, რომ გრძელვადიან პერიოდში ჩადებული ინვესტიცია იმისთვის, რომ ორგანიზაცია მიაღწიოს მდგრადობას, მდგრად განვითარების სტრატეგია შეიმუშაოს და გადადგას შემდგომი ნაბიჯები პირდაპირ უკავშირდება ფინანსურ ეფექტიანობას და ფინანსურ მომგებიანებას. შესაბამისად, თავდაპირველად თუ კი ამ პერიოდის განმავლობაში ჩემი კარიერის პერიოდში ძირითადად ორიენტირი იყო ყოველთვის მომგებიანების გაზრდაზე, ყოველთვის ბიუჯეტირების პროცესში ის ასპექტები არის გათვალისწინებული, რომლებიც უფრო მეტად ორიენტირს აკეთებს, რომ იყოს 1 წლიანი, 2 წლიანი მომგებიანობა განსაზღვრული, ხო? მაგრამ დღესდღეობით უკვე და ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად შემოდის მდგრადობის მიმართულებით სტრატეგიის შემუშავება. შესაბამისად, უკვე მეც პირადად სამუშაო პროცესშიც ESG მიმართულებას და ESG ბიუჯეტს ესე განსაზღვროთ, უკვე ვიწყებ რომ დავნერგო და ამ წელს უკვე აქტიურად გამოყენებას და ყველას ფინანსის მენეჯერს, სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელს ყოველთვის ურჩევ, რომ თავიანთ სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად განსაზღვრო მდგრადობა, ESG სტანდარტების დანერგვა და გრძელვადიან პერიოდში გაცილებით წარმატებული და ეფექტიანი იქნება ბიზნესი. კი ბატონო, ინიციატივები ახსენეთ და ამით მინდა რომ თან დასასრულს მივუახლოვდეთ და შევაჯამოთ ჩვენი დისკუსია. ფინანსურ ანალიტიკოს, CFO-ს, ფინანსურ კონსულტანტს, აგერ მდგრადობის მიმართულებითაც ექსპერტს სალომე ახვლედიანს, მოკლედ ყველა ამ რეგალიით ერთად თუ ცალ-ცალკე რა გეგმები აქვს ახლა გაწერილი, ლექტორიც გამომრჩა და აქვე მივაბადებ. საითკენ არის თქვენი განვითარების გეზი აღებული და რა პროექტებს, რა ინიციატივებს, რა ასე ვთქვათ, ნაბიჯებს უნდა ველოდოთ ახლა თქვენგან. მადლობა. რაც ყველაზე აქტიური არის ამ პროცესში, ჩემს კარიერულ ნაწილში ეს არის როგორც აღნიშნეთ მდგრადობის და ESG მიმართულება, ვინაიდან ჩემი სამეცნიერო კვლევაც ამ მიმართულებას ეძღვნება და ვფიქრობ, რომ მომდევნო 1 წელი მაქსიმალურად როგორც მიმდინარე წელი, ისევე მომდევნო წელი ამ საკითხების სრულ კვლევას და დავუთმო და ჩემი მიმართულება, ჩემი კვლევითი მიმართულება სრულად იქნება დაფუძნებული, როგორ შეიძლება ორგანიზაციის მენეჯმენტმა დაანერგოს შეიმუშაოს მდგრადობის სტრატეგიები თავიანთ ორგანიზაციაში და ამით მიაღწიონ გრძელვადიან ეფექტებას. ამ მიზნით დაგეგმილი არის ასევე საერთაშორისო შეხვედრებიც, რომლის ფარგლებშიც გამიზიარებენ თავიანთ გამოცდილებებს და ვფიქრობ, რომ საქართველოში ამ გამოცდილების შემოტანა უმნიშვნელოვანესი იქნება. ნამდვილად და წარმატება ყველა იმ საქმეში, ყველა იმ ნაბიჯში, რაც არა მხოლოდ ფინანსური მიმართულებით ეხმარება ბიზნეს მათ შორის თუ ინდივიდებს, არამედ საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებაზეც ისახება და მადლობა, წარმატება, სალომე ახვლედიანი, ფინანსისტი იყო ჩვენთან ერთად.